ხუთი დღით ადრე საქართველოს რუკაზე უახლოეს თვეებში გაჩნდება ახალი ძალიან მაგარი კურორტი, ძალიან ლამაზ ადგილზე, ძალიან მაგარი ხალხით და ეს იქნება აქ დედოფლის წყაროში, იმიტომ რომ აქ დაიწყო ძალიან დიდი მშენებლობა. ჩემთვის კურორტი უბრალოდ დასასვენებელი ადგილი კი არ არის. ეს არის ხალხის დასაქმების საშუალება. ნახეთ, რა კარგი ხალხი ცხოვრობს აქ, შრომელი, ჭკვიანი, განათლებული, რა კარგი ახალგაზრდობა ყავს, როგორ ნიჭიერი. ყოველი კვადრატული მეტრი ჩვენი მიწის შეუძვირფასება არის ოქროს ფასი და უნდა ვამუშაოთ ჩვენ ხალხზე. ეს თვა იქნება არა ვიღაცის კერძო საკუთრება, ეს იქნება თქვენთვის. აქ იქნება თქვენი ბულვარი, თქვენი ცენტრი, აქ იქნება თქვენი საცურავ აუზები, აქ იქნება თქვენი კაფეები, რომელსაც თქვენ გვეგახსნით, ჩვენი მიერ მოცემული კრედიტებით, აქ იქნება თქვენ მიერ შექმნილი სასტუმროები. უნიკალური ხავა და აქ იქნება თქვენი ქრებით დასაქმებული და თქვენთვის კეთდება ეს ყველაფერი. ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. გაჭიროება ეს არ არის მემკვიდრეობით მიღებული რამე, რაც მემკვიდრეობით უნდა გადავცეთ. მემკვიდრეობით მივიღეთ, მაგრამ ჩვენ შვილებს აღარ გადავცეთ. ჩვენი შვილები დაივიწყებენ გაჭიროებას და უპერსპექტივობას და უიმედობას და ვიცხოვრეთ ბევრად უკეთესად. და კოჩების ტბის რეაბილიტაცია ეს არის სრულიად ახალი პროექტი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ როდესაც წინა ხელისუფლებას დაანონსებული ჰქონა კოჩების ტბის რეაბილიტაცია, ფაქტიურად იქ გაკეთებული არაფერი არ იყო, მეცაც გეტყვით, ეს ტბა საერთოდ არ იყო მუნიციპალიტეტის საკუთრება და კერძო პირების და საკუთრებაში იყო და გაურკვეველი საბუთებით მანიპულირებდნენ. პირველი ნაბიჯი, რაც ჩვენ გადავდგით შარშან, არის ის, რომ კოჩების ტბა მთელი თავის ტერიტორიით დარეგისტრირდა დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებად და მას შემდეგ, რაც ტბა ჩვენი საკუთრებაა და ასე ვთქვათ, ხელფეხი გაგვეხსნა იმისთვის, რომ გაგვეხორციელებინა შემდგომი სამუშაოები, დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. პირველი იმისთვის, რომ ნებისმიერი საქმე და თან დიდი პროექტი განხორციელდეს, მოგეხსენებათ, ეს არის მისი დაგეგმვა, პროექტირება, სწორედ და შემდეგ უკვე სამუშაოების შესრულება. კოჩების ტბის პროექტი ინფრასტრუქტურული ნაწილის, როგორც მოგახსენებთ, უკვე არსებობს. დაახლოებით 2 კვირის წინ ჩვენთან დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში მუშა შეხვედრა გაიმართა, პროექტანტებმა ჩამოიტანეს ეს პროექტი, წარგვიდგინეს. მართლაც საუკეთესო და ძალიან კარგი პროექტი არის, იმიტომ რომ ის მოიცავს ტბის მთელი ტერიტორიის ათვისებას, გალამაზებას და ჩვენი საზოგადოების სამსახურში ჩადგომას. აქ შედის ბატონო ილია როგორც პლაჟის კეთილმოწყობა, ასევე სპეციალური კოშკურების, მაშველთა კოშკურების დაყენება, ტბაში გადასახდომების მოწყობა, ნავმისადგომის გაკეთება, მთლიანი ტბის პერიმეტრზე გარშემო სარბენი ბილიკის და ველოტრეკის მოწყობა იმისთვის, რომ ტბას ის რა ფუნქციაც აქვს, რეკრეაციული, გამაჯანსაღებელი ფუნქცია სრულად იყოს გამოყენებული, განათება, წყლები, თუ თქვენ გახსოვთ, ადრე იყო მანდ მოწყობილი სხვადასხვა ტიპის მოედნები და ამ მოედნების აშენება თანამედროვე სტანდარტებით მოყვანა იგულისხმება საუბარია როგორც ჩოგბურთის მოედანზე, ასევე საფეხბურთო და საკალათბურთო მოედანზე, ადმინისტრაციული შენობა, სპეციალური საშხაპეები, საჩრდილებლები და მოკლედ მართლა ძალიან კარგი და ისეთი მრავალმილიონიანი მსხვილი პროექტი არის. მაგრამ მე მოგახსენეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ტბა ბოლო წლებია შრება და ერთ-ერთი აუცილებელი ჩვენი მხრიდან მოთხოვნა ეს არის, რომ ჰიდროლოგების მიერ მოხდეს ტბის სრული ანალიზის შესწავლა, საიდან ხდება ტბის წყლით მომარაგება, ეს წყარო, რომელიც მომარაგებაც ხდებოდა წლების განმავლობაში, დღეს მოქმედია თუ არ არის მოქმედი, თუ არ არის მოქმედი, აუცილებლად უნდა მოხდეს მოძიება, ალტერნატიული წყაროსი, რათა არ მოხდეს ტბის დაშრობა, როგორც უფროსი თაობის ადამიანები იხსენებენ, სადღაც 1940-იან წლებში ერთხელ უკვე მოხდა აღნიშნული ტბის დაშრობა და ამიტომ ამ საკითხების გადაჭრას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მიიღეს ჩვენგან დავალება და ამ მხრივ ვიწყებენ მუშაობას. გარდა ამისა, ტბა არის საკმაოდ დაბინძურებული.
ტბას სწავლებენ პარაზიტოლოგები, რათა მოხდეს იმის შესწავლა თუ რა ტიპის მიკროორგანიზმები არის ან რა არის საჭირო იმისთვის რომ ტბის გაწმენდა მოხდეს და როგორც პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში აცხადებენ იქიდან გამომდინარე რომ ცივა დღეს ახლა ეს მიკრობები არის თუ სხვადასხვა მწერები და მათი ჭუპრები წყლის ქვედა სიღრმეებში ან წყლის ტბის შესწავლა დღეისათვის ძნელი არის და ამისთვის იდეალური არის ივლისი, აგვისტოს თვეები და პარაზიტოლოგიის სრული დასკვნაც გვექნება და მას შემდეგ რაც გვეცოდინება უკვე კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, შესაბამისად დავიწყებთ უკვე ამ ნაბიჯების გადადგმას, იმიტომ რომ ელემენტარულად ჩვენს მოსახლეობას აუხსნი, თუ ჩვენ დღეს პლაჟს მოვაწყობთ იმ ადგილას, რა მდგომარეობის ტბა დღეს არის და შემდეგ ტბა ბუნებრივად გაიზრდება, მაშინ გამოდის, რომ ეს გაკეთებული საქმე და გადახდილი მილიონები წყალში ჩაიღრება. თუ ტბა დაშრება, მაშინაც წყალში ჩაიღრება. ამიტომ ჩვენ მთავარია პირველ რიგში დავადგინოთ ის მიზეზი, რა სჭირს ტბას, მოვიძიოთ ალტერნატიული გზები მისი წყლის მომარაგების და შესაბამისად თუ შედინება მოხდება, გადინებაც უნდა მოხდეს მისი და ამის შემდეგ მოხდება ტბის რეაბილიტაცია, იმიტომ რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია. გასაგში ვართ დაშრობა არ გვახსოვს, მაგრამ თუ გსმენიათ, რომ ყოფილა ესეთი შემთხვევები, რომ უფრო მეტად დაამშრა. მე ასაკოვანი ხალხისგან იქიდან გამომდინარე, რომ ამ პრობლემით ძირფესვიანად დაინტერესებული ვარ, გამოკითხული გვაქვს და სადღაც 1940-იან წლებში მომხდარა ფაქტი, როდესაც ტბა დაშრა, ფეხით დადიოდნენ და ურმებით მარილს, მოიხსენება ძალიან მარილიანია, მარილს ეძებოდნენ საქონლისთვის და მეცაც გეტყვით. ალბათ თქვენს გახსოვთ ბატონო ილია 90-იანი წლების ბოლოსთვის მე მახსოვს, როდესაც ტბამ ქედის ტრასაც გადაკვეთა, იმ ხელაზე გაიზარდა და ტრასის მარჯვნივ გადმოვიდა. ანუ ამ საკითხს აუცილებლად ძალიან სწორი მეცნიერული შესწავლა სჭირდება, იმიტომ რომ არც უნდა გაიზარდოს და გადმოვიდეს და გაკეთებული ინფრასტრუქტურა დაფაროს, არც უნდა დაშრეს, დაშრობის შემთხვევაში აზრი არ ექნება და ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაწევთ, იმიტომ რომ თქვენ გახსოვთ, რომ ეს ტბა არა მარტო დედოფლის წყაროსთვის, სიღნაღის რაიონის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო და ახალგაზრდების და არა მარტო ახალგაზრდების თავმოყრა ხდებოდა ტბის ტერიტორიაზე და აი იმ პროექტით ახლა რაც უკვე დაგეგმილი არის, ხო, გაკეთების შემთხვევაში დედოფლის წყარო ძალიან გამოცოცხლდება, ეს ხელშეუწყობს არა მარტო სიტყვაზე ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ფიზიკური სიჯასაღის ამაღლებას, არამედ ძალიან მკვეთრად გამოხატული ეკონომიკური ეფექტიც ექნება, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ტურისტული პოტენციალი გაგვაჩნია და ტბა ამ ტურისტულ პოტენციალში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ასე რომ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ საკითხს.